ძვირფასო მაყურებელო. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ. სულ ყველა ძალიან მიყვარს. სულ ყველა. შეიძლება ვინმე მითხრას რა ამბავია? ყველა სიყვარული როგორ შეიძლება? მე ვეტყვი. შეიძლება. ყველა სიყვარული შეიძლება. სიკეთე არის ის, როდესაც ადამიანი მოიკლებს თავისთვის და მისცემს სხვას. ნამდვილი იბადება მაშინ, როდესაც არ ელოდები იმას. ეს როგორც სიყვარული. რო არ ელოდები იმას, მაშინ აი მაშინა არაჩვეულებრივი. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ არც ერთი სიმღერა არ დაიკარგოს. უნდა ვაკვირდი, ერთი სიცოცხლე ქართულ სიმღერის გადარჩენას არ ეყოფა და აღორძინა. მშვიდობისა. მიხდებოდით უკვე, რომ დღეს ჩვენი რუბრიკა პირადი ისტორიები იქნება განსხვავებული. დღეს, როცა ეს რუბრიკა კიდევ ერთ სეზონს ასრულებს, სხვათა შორის უკვე 3 წლის ხდება ჩვენი რუბრიკა, გადავწყვიტეთ, რომ მთელი წლის განმავლობაში დაგროვილი გამორჩეული ამბები თავგადასავლების სტუდიაში კიდევ ერთხელ გაგვეცოცხლებინა. ხშირად უცნობი, გამოუგნებელი ამბები იმ ადამიანების ცხოვრებიდან და მოღვაწეობიდან, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს ერის სულიერ ყოფაზე, კულტურაზე, თაობების ცნობიერებაზე. ეს იქნება ერთგვარი შეჯამება და მთავარი სათქმელიც, რომ პირადი ისტორიები ყოველთვის გაგვახსენებს და მიგვითითებს კიდეც, რა მარადიულ ღირებულებებზე უნდა იდგეს ადამიანი. ამ სეზონის განმავლობაში დაახლოებით 30 დიდი ქართველის პირადი ისტორია მოგიყევით და ერთ-ერთი რეკორდი ერთ დღეში დაგროვილი ნახვების და მოწონების რაოდენობით ეკუთვნის ჰანგებად დაღვრილი კაცის ჯანსუღ კახიძის ისტორიას, ვინც დირიჟორობისთვის დაიბადა, თუმცა შეძლო ყველაფერი, ისიც კი მაისი ყველაზე ტკბილად რომ მოეყვანა და ამიტომაც დავიწყეთ დღეს სიმბოლურად სწორედ ჯანსუღ კახიძით. ხდება რომ ხელოვნება რაოდენ მშვენიერიც არ უნდა იყოს, ის არ არსებობს მსმენელის და მაყურებლის გარეშეო რომ იტყვის ის და ამას უეცდება სულ მსმენელის მუსიკასთან დაბრუნებას და დამეთანხმებით ალბათ რომ ნამდვილად შეძლებს ის ამას, ალბათ ამიტომაც მიაჩნდა რომ ისი მთავარი მონაპოვარი თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი იყო, რომელსაც ბევრი წვალების, ბევრი დაბრკოლების შემდეგ ააშენებს, აქ ჩემი სისხლის წვეთებია ჩადებულიო დაწერს და ქვეყნისთვის უმძიმეს პერიოდში სცენაზე დღესასწაულებს მოაწყობს, ხალხს სულიერად დააპურებს. ფიქრობ, რომ ყველას თავისი ჯანსუღ კახიძე უყვარს, იქნება ეს დირიჟორი, მომღერალი თუ კომპოზიტორი, ვისი შემოქმედებაც დაუვიწყართან და განსაკუთრებულთან ასოცირდება, ვისი ჯადოსნური ჯოხით შეგახსენებთ კიდევ ერთხელ მსოფლიო აღიარებას რომ მოუტას მას, ვერდის სახლ-მუზეუმში, ქალაქ ბუსეტოში ინახება. არ ვიცი დამთხოვაა თუ სადღაც ზემოთ გამიზნულად გადაწყვეტილი, ჯანსუღ კახიძე 26 მაისს დაბადების თარიღს მერაბ კოსტავასთან რომ გაიყოფს, ისიც მუსიკასთან ძლიერად დაკავშირებული, სიცოცხლის ბოლომდე მუსიკის მასწავლებელი, გაუტეხელი, შეუპოვარი, კაცთმოყვარე, მიმტევებელი, გმირად დაბადებული მერაბ კოსტავა, ალბათ ამიტომაც გადაწყვეტს განგება, რომ ისიც სწორედ 26 მაისს უნდა დაბადებულიყო. გვირდებათ, რომ დიდი გამოხმაურება მოხვა მერაბ კოსტავას პირად ისტორიასაც. ეს იყო ძალიან მძიმე ისტორია მოსაყოლად, ძალიან საპასუხისმგებლო ჩემთვის და ამავდროულად ძალიან საამაყო საქართველოს ეროვნული გმირი, დისიდენტი ჩვენი შავლეგო და დღეს მხოლოდ ერთს გავიხსენებ, დედის ხელით დაწერილი პროდუქტების ნუსხას, რომელსაც ჯიბით დაატარებდა სიცოცხლის ბოლომდე. სადილად სახლში ამოსატანად 1 ძეხვი, 2 კილო კიტრი, 1 კილო კარტოფილი, მწვანე ხახვი და სუფრის მწვანე
გაყვანილი სულ 6 მანეთის. ასეთი იყო მერაბ კოსტავა. ერთის მხრივ ძალიან უბრალო მუსიკათმცოდნე და პოეტი, მეორეს მხრივ ძალიან დიდი საქართველოს ეროვნული გმირი, ყველაზე თავისუფალი, მაგრამ ტყვე საქართველოს სიყვარულისა, რამდენი ტანჯვა გამოიარა სიტყვა არ უთქვამს სინანულისა. კიდე მithmams რომ ეგ ბარნო არა მარტო ბედნიერი ვერ იქნება ბედნიერი ის თანასწორობის გარეშე მერაბ კოსტავას ცხოვრებიდან ვისურვებდი რომ ყოველთვის გვახსოვდეს ფრაგმენტი მისი გადასახლებიდან სადღაც ირკუტსკის ოლქში ტაიშეტის რაიონში სოფელ პიტოქში მუსიკის მასწავლებლად რომ მუშაობდა სოფლის კლუბში კონცერტებს რომ მართავდა და ციმბირელებს ქართულ სიმღერას რომ ასწავლიდა და თუ ქართული ხალხური სიმღერების შესახებ საუბრობთ ესე იგი ვსაუბრობთ ეპოქალური ადამიანის ანზორ ერქომაიშვილის შესახებაც. ქართული ხალხური სიმღერა, მისი პოლიფონია, საოცრებაა, იშვიათი ფენომენია. ეს იშვიათი ჰანგები პატარაობიდან მომდევს. სიმღერა ჩემი სიცოცხლის ნაწილად გადაიქცა. მთელი ცხოვრება ზრუნავდი ქართული სიმღერის გადარჩენაზე, რომ არც ერთი სიმღერა არ დაკარგულიყო. საშენ რაზეც ზრუნავ და ის საქმე გამოვა. ამაზე დიდი ბედნიერება მე მგონი არაფერია. ხმათა მძებნელს მას ძალიან სწორად უწოდებენ, ვისი არსებობის გარეშეც ძალიან გავღარიბდებოდით, ვინც ფოლკლორული ნიმუშების მოპოვებით ეროვნულ კულტურას გაამდიდრებს და ვის არქივშიც დიდი საქმეები ნამდვილად ძალიან ბევრი დაგროვდება. აი ეს ადამიანი დაგვიტოვებს სიტყვებს თუ გენიოსი გიწოდეს ბედნიერებაა, თუ დაიჯერებ უბედურებაო. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე კი სწორედ აი აქედან, იმედის დილის სტუდიიდან, სადაც ახლა მე ვდგავარ ანზორ ერქომაიშვილი მოგვესალმება. წერიც კი ცხოვრობს თანხმობით ფუტკარი ჭიანჭველაო და ჩვენ რადუღერით ცალცალკე მოდელა-დელა-დელა. აკაკი საუკუნე ნახევრის წინ განჭრიტა, რომ ქართველ ხალხს ყველაზე მეტად ჭირდება შვიდობა, სიყვარული და ერთობა. ღმერთმა ყოველივეს მოგიშალა. დიდი მადლობა. მე ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ პირადი ისტორიები ხშირად გვამოგზაურებს ქართული ფილმების სამყაროშიც. მაგალითად, შეუძლებელია ვისაუბროთ დიდი ტრაგიკოსის ვერიკო ანჯაფარიძის შესახებ და ტაძრამდე მიმავალ გზას არ დავადგეთ. შეუძლებელია გავიხსენოთ ლეილა აბაშიძე და მასთან ერთად არ გვტკიოდეს, რომ ერთხელაც სრულიად მოულოდნელად როლის გარეშე დარჩა. არა მთავარი როლის, არა საოცნებო როლის, არამედ უბრალოდ როლის გარეშე. არა და სწორედ ლეილა აბაშიძე დაგვიტოვებს რაღაცნაირად გამოსაფხიზლებელ ფრაზას, ჩვენი სიცოცხლე ხანმოკლე გასეირნება მარადიული ძილის წინ, მე არ მისმის იმ ადამიანების, რომლებიც არაფასებენ სიცოცხლის ყოველ წუთსო ამბობდა ის. და შეუძლებელია ვისაუბროთ ქართული კინოს მშვენების მედია ჯაფარიძის შესახებ და არ გავიხსენოთ, როგორ მიუძღვნის მეუღლე რეზო თაბუკაშვილი საკულტო ფილმის სცენარს მზე შემოდგომისა და კარგად გვახსოვს ეს სიტყვებიც, თუ დამიჯერებ მე დღეს შენი ნაოჭები უფრო მიყვარს, ვიდრე შენი სახე რამდენიმე წლის წინათ. პირად ისტორიებში ხშირად გიყვებით ლეგენდად ქცეული სიყვარულის შესახებაც და ამ შემთხვევაში მედია ჯაფარიძის და რეზო თაბუკაშვილის ერთი სიყვარულის ამბავი შესაძლოა მაგალითიც კი გახდეს ბევრისთვის შესაძლოა სხვების შეცდომებზე ჩვენც ვისწავლოთ, სხვების მაგალითზე ჩვენც გავძლიერდეთ, ან თუნდაც ჩვენი ნაკლოვანებები შევიყვაროთ. და დიახ, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ. ხშირად მახსენდება ისტორია, როდესაც სწორედ რეზო თაბუკაშვილს მძიმე დიაგნოზს რომ დაუსვამენ, მეუღლის გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე მედია ბრონქიტით იმავე საავადმყოფოში მოხვდება და გვერდითა პალატიდან მეუღლეს წერილს მიწერს. რეზო მომწერე რამე, თორემ ვიტირებ და სახლში გავიქცევი. საპასუხო წერილი რეზოსგან ასეთი იქნება: ჩემო პაკიპუკ, რამ ან ვინ შეიძლება დაგვაშოროს ჩვენ, კოცნი ჩემო ერთადერთო ლამაზო, ჩემო უსაყვარლესო. ეს წყვილის ბოლო მიმოწერა აღმოჩნდება და თუმცა ჩემი გამგზავრება
ჰყავდა წვალებას, სიკვდილი მაინც არ დაარქვათ გარდაცვალებას, დაწერს ბოლოს რეზო თაბუკაშვილი. სიკვდილს ნამდვილად ვერ დავარქმევთ, ვერც იმ სხვა ადამიანების გარდაცვალებას, ვის შესახებაც ამ 1 წლის განმავლობაში პირად ისტორიებში ვსაუბრობდით. მაგალითად, ვაჟა ფშაველა, მომავლიდან მოსული ბუმბერაზი შემოქმედი და ბუმბერაზი პიროვნება, თვითმყოფადი, იდუმალი, განყენებული და ცალკე მდგომი გენიოსი. მოსული იმ ლიტერატურაში რუსთაველს რომ დაუწყია და ბარათაშვილს გაუგრძელებია, ის კი მეორედ დაბადებას რომ გავს და ძალიან ბევრჯერ რომ გვეტყვის ადამიანებს, გიყვარდეთ კაცნო ერთმანეთი. არ ვიცი გახსოვთ თუ არა პირად ისტორიებში მოგასმენინეთ ვაჟა ფშაველას მაგიდის საათის მელოდია. ახლა კიდევ ერთხელ მოგასმენინებთ 1909 წელი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მშიერი გენიოსი, ღარიბი კაცის ოჯახში დაბადებული და კიდევ უფრო ღარიბულად მცხოვრები, ვის შესახებაც კონსტანტინე გამსახურდია იტყვის, მსოფლიო პოეზიაში არ მეგულება მისი ბადალი პოეტიო. და აქვე ეს უნიკალური ჩანაწერიც გემახსოვრებათ. ღერის სწორედ კონსტანტინე გამსახურდია შვილთან, ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად. ერთი ფრაზა, რომელიც სწორედ მიმოხილვის მომზადების დროს ამოვიკითხე, როდესაც კონსტანტინე გამსახურდიას შესახებ ამზადებდი რუბრიკას, ეს ფრაზა ალბათ არასდროს დამოვიწყდება. კონსტანტინეს ეკუთვნოდა, რომ მოსწრებოდა 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას და სამართლიანია, რომ ეს მისმა შვილმა გამოაცხადა. წლის სტატისტიკას კიდევ ერთხელ თუ გადავხედავთ, სოციალურ ქსელებში ლიდერობდა გალაქტიონ ტაბიძეც, როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაქტიონი. მარტოობის ორდენის კავალერი გვირგვინ სამუდამოდ რომ დაიდგამს და მის მეფობას ძალა რომ არასდროს დაეკარგება. ლიდერობდა არ გაგიკვირდებათ ერთ-ერთი ბოლო რუბრიკა ნიკო ამ სეზონზე ნიკო ფიროსმანის შესახებ დაუსრულებლად შესასწავლი, ყველაზე დიდი დღესაც ყველაზე თანამედროვე და ამავდროულად სხვა სამყაროს კაცის შესახებ მოყოლილი ამბავი, როცა სიკვდილით იწყება სიცოცხლე. ჩემი თბილისი და ფიროსმანი არ ვიცი ასე არამ შემაყვარა ჩემი თბილისი და ფიროსმანი ფილმს კარგი მუსიკაც ქმნის. აი, როდესაც ეხლა თქვენ საუბრობდით მზე შემოდგომისა ფილმი, ვაჟა აზარაშვილის გენიალური მუსიკა ჭანს და ამიტომაც ისეთი სევდიანია, თუნდაც ჟურნალისტის თხრობა მიმოხილვის დროს ხო აბარა. ფილმებს რა თქმა უნდა. გენიალური ადამიანი უკავშირდება მე კონკრეტულ ისტორიას ვაჟა აზარაშვილი, ერქომაიშვილთან რამდენი ადამიანის ბიოგრაფია იწერება ავტომატურად. სხვათა შორის პირადი ისტორიები გოდერძი უკვე არის YouTube-ზეც, შეგიძლიათ მოიძიოთ თუ აქამდე მაგალითად გივი ბერიკაშვილის შესახებ მომზადებული პირადი ისტორია არ მოგისმენიათ, მოძებნა უკვე ძალიან მარტივია. მართალი მგრძნობიარე თვალე ბანთებული ღიმილის კაცის ცხოვრებას ნამდვილად დიდი გამოხმაურება მოყვა მაყურებლისგან, მას ძალიან ბევრჯერ ვეტყვით მადლობას, რომ იყო და რომ იქნება კიდევ ძალიან დიდხანს თითქოს ყველა ჩვენგანის ოჯახის წევრი და ახლობელი, ალბათ ამიტომაც დავკარგეთ ყველამ და გახსოვთ, ალბათ ამიტომაც გაუბრაზდება კახი, განუყრელი მეგობარი წასვლის შემდეგ მის გულსაც თან რომ გაიყოლებს. რაღაცაზე თითქოს გაბრაზდა და თქვა, რომ მე ხო რა, ადგა და წავიდა. სად წავიდა, გასო? გივი, არაქცხვენია ბიჭო, შენ ხომ ყოველთვის მართალი იყავი. ნუ თუ ეს შენი საქციელი მართალია, არ არის მართალი. აი ამ შემთხვევაში შენ მართალი არ ხარ. სულ ყოველთვის მართალი იყავი. ეხლა არ ახარ მართალი. საბედნიეროდ ჩვენ დიდხანს გვექნება მათი მეგობრობის, სიკეთის, სიყვარულის, ერთგულების მაგალითი, ცხოვრების მაგალითიც ადამიანური ღირსებებით, პროფესიონალიზმით, ნიჭიერებით, მთავარ სიტყვას რომ დატოვებენ ისინი დედამიწაზე, გვიყვარდეს ერთმანეთი. პირველ რიგში გვიყვარდეს ერთმანეთი. არც ისე ძნელია. მე ყოველთვის ფიქრობ, რომ დაშორება უნდა იყოს ისეთი, რომ აუცილებლად სურვილი კონდეს მეორედ შეხვედრის. მე რა შემიძლია ვთქვა? მოვალ შეხვედრამდე.
ამ ქვეყნად თეატრი და მსახიობობა რომ არ ყოფილიყო, რამაზი გამოიგონებდა არტისტობას, რომ სადაც იყო რამაზი, იქ იყო თეატრი და სადაც იყო თეატრი, იქ ყველა ცდილობდა რამაზის დანახვასო. გივი ბერიკაშვილის მსგავსად ერთი პატარა ან ყველაზე დიდი სურვილი ჰქონდა რამაზ ჩხიკვაძესაც. ვიყვარდეს ყველას ერთმანეთი და ვიფიქროთ ჩვენს ქვეყანაზეც. ძალიან ცოტანი ვარ და ჩავეხუტოთ ერთმანეთს, მოდი. გოდერძი ჩოხელი ვის შესახებაც ჩვენ წელს ამ სეზონზე ვისაუბრეთ, ადამიანად ყოფნის სევდაზე დაგვაფიქრებს. გიორგი შავგულიძე განვლილი ცხოვრებით გვაჩვენებს იმას, როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომ ჩვენც ოდესმე დავაკლდეთ ქალაქს. ნანა მჭედლიძე ანდერძით სულ რამდენიმე სიტყვაში მიგვახვედრებს, როგორ შეიძლება სიკვდილშიც გენიალური იყო. არც მთაწმინდა, არც დიდუბე მშობლიური ხონი დაწერს ის თავის ანდერძში. ერთ ოთახიან ვიწრო და ნესტიან ბინაში გაზრდილი თენგი ზარჩვაძე კი ისე იცხოვრებს ბოლოს რომ ეტყვიან შენ ეპოქის ჭუჭყში გაურეველი კაცი ხარ თვალგასაყოლებელი ადამიანიო. ალბათ ასეთად უნდა დაიბადო, ასე გულიანად რომ შეგიყვარონ, ადამიანი რაინდი გიწოდონ და აი ასეთი ადამიანების ისტორიის გახსენებით ფიქრობ, სულ პატარა რაღაც მაინც დარჩება ჩვენში, რომელიც შეუძლებელია უკვალოდ გაქრეს, უკვალოდ დაიკარგოს და ჩვენ ხომ ისედაც ნამდვილად ვართ ძალიან ბედნიერები, რომ ყველა ჩვენგანს მათი შთამომავლები გვქვია. მაგალითად მათ შორის გოგი გეგეჭკორის, ქართული თეატრის ნამუსის და ქართული თეატრის ჯენტლმენის, ნოდარ დუმბაძის, მიხელ თუმანიშვილის, რევაზ ლაღიძის, გოგი ცაბაძის დედამიწაზე ყველა რომ რაღაც ძალიან დიდს დატოვებს და თავის პაწაწინას ამოთხეს. ეს რამხელა რაუზიო და რა გამძლე გამოდეს და ეს პაწაწინას ამოთხე ნამდვილად არის საქართველოს ახლა ჩვენს კადრებში რომ გამოჩნდება. სიმღერას ასრულებს გოგი დოლიძე. ეს კი ჩვენი ძალიან მაგარი ოპერატორების გადაღებული კადრები, საიმედო ტურით მთელი საქართველო რომ შემოვიარეთ და აუცილებლად უნდა მოვიკითხო ჩვენი ოპერატორები ახლა ღვთისო ზარიძე, ტიტო როსტიაშვილი, რომლებიც ახლაც კადრს მიღმა დგანან და ეს არის მართლაც ჩვენთვის ძალიან საამაყო კადრები, მონტაჟის რეჟისორი მიშა თვარაძე. ხშირად ვიფიქრია იმ წარმატებული ადამიანების შესახებ, რომლებსაც ძალიან მძიმე ცხოვრება აქვთ გავლილი, როგორ შეძლეს, როგორ გადალახეს, როგორ არ გვაგრძნობინეს, რომ ღიმილი ხშირად ტკივილს ახსენებთ, ყოველი ახალი გამარჯვება მთავარ მარცხს, ყოველი ახალი სიყვარული მთავარ მწუხარებას და ერთ-ერთი ასეთი ყველაზე მძიმე ისტორია ნოდარ დუმბაძეს აქვს, მამას რომ დახრეტენ, დედას დააპატიმრებენ და გადაასახლებენ და ბოლოს ანდერძად რომ დაიბარებს, შიმშილით რომ კვდებოდეთ, გაყიდეთ ყველაფერი გულრიფშის გარდაო. გულრიფში არის აფხაზეთში, სახლი რომ იყიდა იქ, მე ბებია ილიკო და ილარიონის ჰონორარით. სიყვარული თავად არის ღმერთი და თუ სიყვარული შენთან არის, შენთან არის ღმერთი. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შესახებ მომზადებული და მოყოლილი ისტორია გახლდათ, ვინც სუდარა გადაფარებულ ქართულ ეკლესიას ჩაიბარებს და როგორც თავადვე იტყვის, ასე რომ დაიწყება პატრიარქის მზიანი ღამე. ადამიანები, რომელიც ზიდავენ ერის ჯვარს, ქვეყნის ჯვარს და თქვენ ერთ-ერთი ასეთი გქონდათ. კიდევ ერთი და ალბათ ამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გახდათ ბადრი პატარკაციშვილის პირადი ისტორიაც, ვინც ქვეყნისთვის ყველაზე რთულ მომენტში უიმედობის ჭაობში გააჩენს იმედს და რომ არა ის არ ვიქნებოდით ჩვენ დღეს აქ და არ იქნებოდა პირადი ისტორიებიც. საფიროს ხმელეთ ზურმუხტო ჩემო სამშობლო მხარეო შენი ვარ შენთვის მოუკვდები შენზე დღე გლოვია ვიტყვი რომ ამ რუბრიკამ ჩემთვისაც ძალიან ბევრი რამ შეცვალა, მეც რაღაც სხვანაირად გამზარდა და მაყურებელს ვეტყვი რომ ყოველი ხუთშაბათის წინ მეც ძალიან ნერვიულობ ხოლმე და თითქოს აი ამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან ადამიანებთან ერთად გავდივარ ხოლმე მეც მათი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტებს. დღეს იყოს წესების დარღვევის დღე და მადლობას გადავუხდი ჩვენს წამყვანებს, რომლებიც ყოველთვის ძალიან ჩართულები არიან და ვიცი რომ მათ ძალიან უყვართ ეს რუბრიკა. მადლობას ვეტყვი სტუდიის ოპერატორებს,
რომლებიც ახლა კადრს მიღმადგანან და ასევე კიდევ ერთ წეს დავარღვევ, ვიცი რომ მას არ უყვარს მადლობების გადახდა და აუცილებლად მაინც უნდა გადავუხადო მადლობა იმედის დილის და იმედის დღის მთავარ პროდიუსერ სოფო ნიკოლაიშვილს, იმიტომ რომ სწორედ მას ეკუთვნის იდეა, რომ პირადი ისტორიები, აი ეს რუბრიკა სწორედ ასეთი ფორმით თქვენს თვალწინ იმედის დილაში დაბადებულიყო და ახლა მივემართები იმ ადამიანებისკენ, ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანებისკენ, რომლებსაც ძალიან არ უყვართ კადრში გამოჩენა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მადლობა ძალიან ცოტაა იმისთვის, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ. პირადი ისტორიები კეთდება აი სწორედ ამ ადამიანებთან ერთად. ყველა სიტყვა, ფოტო და კადრი თუ არის გამართული, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ჩემთან ერთად მუშაობენ ამ რუბრიკაზე და პროფესიონალიზმისთვის და ერთგულებისთვის ვეტყვი ამ ადამიანებს ძალიან დიდ მადლობას და ასევე ჩვენს ერთგულ მაყურებელს და გეტყვით, რომ მოსაყოლი ჯერ კიდევ ძალიან ბევრია, ამიტომ სექტემბერში აუცილებლად ისევ აქ, ისევ იმედის დილაში შევხვდებით და ბოლო ვიდეოც გავუშვათ ქეთისთან ერთად. მაყურებელო, მე თქვენ ძალიან მიყვარხართ. სულ ყველა ძალიან მიყვარს. სულ ყველა. შეიძლება ვინმე მითხრას რა ამბავია? ყველა სიყვარული როგორ შეიძლება? მე ვეტყვი. შეიძლება. ყველა სიყვარული შეიძლება. სიკეთე არის ის, როდესაც ადამიანი მოიკლებს თავისთვის და მისცემს სხვას. ნამდვილი იბადება მაშინ, როდესაც არ ელოდები იმას. ეს როგორც სიყვარული. რო არ ელოდები იმას, მაშინ აი მაშინა არაჩვეულებრივი. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ არც ერთი სიმღერა არ დაიკარგოს. უნდა ვაკვირდი, ერთი სიცოცხლე ქართულ სიმღერის გადარჩენას არ ეყოფა და აღორძინა. კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ რუბრიკას, მის ავტორს, სხვათა შორის თუ დააკვირდით ერთ კადრს, როდესაც მან გვაჩვენა ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი მისი რუბრიკა, თუ დააკვირდით კომენტარებზე ყველაზე ქონდა ნაპასუხები ავტორს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მაყურებლისთვის, აუდიტორიისთვის, როდესაც ავტორი გეხმაურება, გიკომენტარებს, პასუხს გცემს და მისთვის სულ ერთი არ არის, რას დაწერს და მეორე ეს არის რუბრიკა ადამიანებზე, ვინც თავიანთი ცხოვრება შეწირეს იმ საქმეს, რომელზეც ერთ-ერთმა რესპონდენტმა თქვა, რომ ბედნიერება როცა გამოდის ის საქმე, რომელსაც ემსახურები და რა თქმა უნდა, მადლობა ამ ადამიანებს და მადლობა რუბრიკას. მადლობა რუბრიკას და მადლობა ამ ადამიანებს, ამ ბუმბერას ადამიანებს, რომლებიც გვირჩევენ და გვარიგებენ, რომ და გვიყვარდეს ერთმანეთი. დიდი მადლობა ქეთევ ბუდაღაშვილს კიდევ ერთხელ. ახლა